ერთ-ერთი თუ უმთავრესი პრობლემა არა დღეს ბავშვებში არის 4 კედელში ყოფნა და მთელი დღე გაჯეტებით ურთიერთობა. ბუნებასთან ფაქტობრივად აღარ აქვს ბავშვებს შეხება. რას კარგავენ ასეთი ბავშვები იმით, რომ არ აქვს ბუნებასთან, გარემოსთან შეხება? ხო, აი უკვე ესეთი შეკითხვა, რომელზეც ბევრი შემიძლია ვისაუბრო. მაგრამ პირველ რიგში ბუნებამდე ვიტყვი, რომ აი ეკრანებთან ურთიერთობა ბავშვების სინამდვილეში არის შედეგი იმისა, რომ მშობლებს არ ძალიათ ამ ურთიერთობებისთვის. აი მე მგონი ეს არის მთავარი. რა არის ახლა ურთიერთობა ჩვეულებრივ ბავშვსა და მშობელს შორის? მშობელი არის რავი შემოწმებელი შეიძლება რაღაც ასაკში. სკოლაში როგორ სწავლობს, ვთქვათ, როგორ იქცევა. აი ეს და ეს ბოლო პოლიციის ფუნქცია რა და ხა ცუდია რომ მშობელი პოლიციის ფუნქციით ურთიერთობს ბავშვთან მხოლოდ. ამ ბავშვისთვის ეს არ არის საინტერესო. ის კი არა რომ ბავშვს სიყვარული არ აქვს, სიყვარული აქვს, მაგრამ საინტერესო აღარ არის ეს რა. ყველა ურთიერთობას ჩემი აზრით ჭირდება ნიადაგი. აი როგორც ამ სცენარეებს აგერ გარეთ რო არის, ნიადაგის გარეშე ვერ იარსებებენ, ხო? ნიადაგი არის ნებისმიერი რამე, რასაც ერთად ვაკეთებთ ურთიერთობისას. აი ეს არის ნიადაგი. ერთად თამაშობთ რაღაცას. შეიძლება ის თამაში მე სულ აღარ მაინტერესებს, იმიტომ რომ აღარა ვარ 7 წლის. მაგრამ აუცილებლად უნდა რაღაც ისეთი ვაკეთოთ ერთად, რაც ბავშვისთვის არის მნიშვნელოვანი. ან ზღაპარს უყვები. კი არ უკითხავ. საკითხვა კიდე სხვა რამეა, გესმით? საკითხვის დროს ჩემი პიროვნება არ არსებობს იქ სინამდვილეში. ჩემი ხმა არსებობს მხოლოდ. და ის რაც დაწერილია ციგში, რომელიც მე არ ვარ. აი როცა მე ვყვები რაღაცას, სულ ერთი ზღაპარია, შეიძლება რაღაც ამბავია, არ აქვს მნიშვნელობა. აი იქ უკვე ჩემი პიროვნება მონაწილეობს. და ესეთი ურთიერთობა ბავშვისთვის უკვე საინტერესო. ეს არ არის ახლა უბრალოდ თეორიული მოსაზრება ეს. მრავალგზის გამოცდილი მაქვს და აქედან ვლაპარაკობ. მაგრამ ბევრი გებულება თქვენ ახლა ისეთი მშობელი განსაკუთრებით მამა, რომ წინასწარ ზღაპრებს კითხულობდეს, რომ მერე მოუყვეს. ძალიან იშვიათი იქნება ეგრე. ხო. და იცით რა არის მან თავარი, რომ მნიშვნელობა არ ესმის, თორე განა არ უყვარს შვილი. რომ ეს მოდეს, რომ ეს მნიშვნელოვანია, ამას გააკეთებდა. აი 100-დან 90 გააკეთებდა სულ ცოტა, ჩემი აზრით. რაღაცნაირად ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ბევრი რაღაც გამოვასწოროთ. ბუნებრივია, ბევრი რაღაც საკუთარ თავშიც არ მოგწონს და ვცდილობთ გავიზიაროთ ისეთი ადამიანების გამოცდილება, ვინც ნახა, იცის, ისწავლა და შეუძლია ახლა სხვას ასწავლა.